აი მე დებილს გადავარესტარტე წეღან და დამავიწყდა ამის ჩართვა. და რამდენი ხანი თელი 40 წუთია ვლაპარაკობ და ვერა ყოჩახ გუგა ყოჩახ რამდენი ხანია ჩემი სისულელის გამო გადავარესტარტე მიკროფონის ჩართვა დამავიწყდა რა. იმიტომ რომ ნახეთ ადრესავს მეგონა ნათქვამი ვიდეოებს რო ვიწერ აგერ არის მეხსრების ადგილი რა ვიდეოებს რო ვიწერ მე მიწევს წაშლა რადგანაც ადგილი არ მაქვს რომ ახალ ვიდეო ჩავიწერო და მე დავაედიტო და წეღან რომ ჩავიწერე წინა ვიდეოს Thin Flash შორის მოწავშალე აღარ მოაგდა გიგაბაიტები კიდე დაიტოვა მაგრამ როცა ვარესტარტებ ხოლმე მე თავიდან მიწევს ყველაფრის დაყენება მიკროფონის კამერის ჩართვა შემიძლია თქო და მაგრამ არ ვიყენებ ხოლმე კამერა ვიდეოს ჩართვა რომ ყველაფერი გადაიღოს ყველაფერი რა ხო და მაგის ანუ რო ვარესტარტებ მაგის გაკეთება მიწევს ხელა ხოლმე მაგრამ ეხლა მიკროფონის ჩართვა დამავიწყდა რატომაც და იმის გამო რომ ეს გადარესტარტე გიგაბაიტები და კიდე შემიძლია ჩაწერა და მაგას ვაკეთებ ხოლმე ერთი ყოველ 4-5 ვიდეოში ხოლმე რა რავი რაც ვილაპარაკეთ ყვილა უბრალოდ ბიჭო რამდენი ვილაპარაკე პროსტა თელი 30 წუთი ვილაპარაკობდი კაროჩ ახლა მოკლედ მე გეტყვით რა წინა ვიდეოს გამო ბოდიში გიხდით იმიტომ რომ არ შემჩნევია და ეხლაც გვიან გამახსენდა გვიან რომ მეთქი ხმის თუ მაქვს ჩართული ხმა თუ მაქვს ჩართული მიკროფონი მეთქი რა მე გამახსენდა რომ არ გამახსენდა რომ არ ჩამირთია არ მახსოვს რომ როდესმე ჩამერთოს მეთქი მაგაშია უეჭველი საქმე რა და ახლა მაგაში ყოფილა და მაგამთან იმას ვლაპარაკობდი რომ აი რამდენი რაღაც ვილაპარაკე და როგორ მეზარება კიდე ხელახლა თქვა ეგენი რას ვლაპარაკობ რომ ერთმა მეჩემმა გამოწერა დამიწერა Rise of Kingdom-ი გადაიღო და კი ბატონო მეთქი როცა მოვჩები ეს თამაშს გადაგიღებ მეთქი აუ შენი აჯანყება როდესაც მოვჩები მეთქი ერთ თამაშის გადაღებას უეჭველი გადაგიღებ მეთქი რა მაგაზე კი ხო გატყენით ასე პირიქით მიხარია რომ ჩემგან გინდათ რომ გადავიგიღოთ და რაღაცები მითხარ რომ კაი თამაშიაო ბევრს მოწონსო მეც მომწონსო და თუ გადაიღე მაგ თამაშს ჩემგან ერთი გამოწერი გეყოლება კიდეო და ბევრს მოწონს და კიდე ბევრი გადმოვა შენთანაო და ანუ ნახე მე ძირითადად ეგეთი თამაშები არ მომწონს რა არ მევასება და მე ბატონო გადაგიღებთ ონც როდესაც ერთ თამაშს მაინც მორჩები რა და დრო მექნება და დროს იმიტომ გივიძახი რომ თუ მექნება მეთქი რომ ეხლა აბიტურიენტი ვარ ეს ბოლოზარი საქმეები მქონდა 24-ში ბოლოზარი და ბანკეტი მქონდა 23-ში გადავობით მე კეიფი და რაღაცეები კლასელის დაჩაზე ხო და ეხლა შესაძლებლობა გვაქვს 27-მდე 27-ში მე მივიდივართ კახეთში 3 დღით 29-მდე და მე კიდე მეწყება უკვე აკადემიის გამოცდები რა და საკე ეროვნებისთვის მომემზადო და მაგის გამო დრო თითქმის არ მაქვს რა და როცა ვნახულობ ხოლმე დროს გავარ და გიღებთ რა ვიდეოებს და მაგიტო გეუბნებით რომ თუ როცა მექნება დრო გადაგიღებთ ასევე მინდა ფეხბურთი ფუტბოლო დავიწყე ეგეც გადავიგიღოთ ხოლმე და როგორც შემიძლია ყველანაირად ანუ გიღებთ რა ვიდეოებს და სხვემაც დამიწერე მარტო მაგას არ დაუწერ მაგრამ სხვემა დამიწერეს ერთი ჩემი გამოწერა რომელიც ძალიან დიდი ხანია მიყურებს და რავი 20 გამომწერლიც არ ვიყავი ასული რომ ეხლა დიდზეც არა ვარ მაგრამ მაინც რომ ეგ მიწერდა ხოლმე და კომენტარებში ანუ
მადევნიდა ხოლმე თვალს და იჩენდა ხოლმე რა ყურადღებას და სხვა თამაშები გადაიღეო ეს გადაიღეო და მიქნა მოყოლი მეუნება სურივალი ჟანრის გადაიღეო რა ერთი მითხრა რაც თამაში მითხრა რომელიც სახელი რა თქმა უნდა კიდე აღარ მახსოვს მე თამაშობდა ჩემთანაც გადაიღე თუ გინდა გასწავლი ყველაფერს იმაში რა ხდებაო როგორი ის არისო თამაშის სტილი და რაღაცეებიო რა მე კი რა თქმა უნდა უთხარი ბაზარია როცა მოვიცლი მეთქი რაღაცა გადავიღებ მეთქი სურაჟანს იმიტომ რომ მეც მინდა რაღაც გადავიღო მაგრამ რავი შეიძლება ეგ თამაში არა მაგრამ სხვა თამაში გადავიღო სურვაჟანი არ ვიცი შეიძლება ეგ თამაში გადავიღო უეჭველი რაც შენ დამიწერე იმიტომ რომ რავი ძალიან გიდოდა როგორც ვატყობდი მაშინ ჩემთან თამაში და რაღაცა თან შენგან ვისწავლი და როგორც შენ მითხარი დიდი ხანები თამაში და ყველაფერი ვიცი მაგ თამაშის შესახებო რა რომლის სახელიც რა თქმა უნდა აღარ მახსოვს და რა თქმა უნდა მერისი სავარ ოკაი ვისი გუგავარი ჩემი სახელი არ მინდოდა თქვა ეს გუგავარო რაღაც არ დამავიწყდეს რა რა ჩემი მას YouTube-ის სახელს ხوار შევარცხე რომ რაღაცა დავავიწყდაო ბიჭო აქეთკენ აღარ არის არა სუსოფლებია დარჩენილი ბიჭო კაი ვილიჯია ესეც ვილიჯია კამაკურას ვიღებთ ნაგოაკის ვიღებთ იმასაც იღებენ იქაც ავიღეთ ბიჭო დავიფყარი თაკაურობო და ეგ არის ხო და როგორც კი მოვახლებ გადაგიღებთ და ჯერ ანუ ეხლა თან ისეთი პერიოდი დამემთხვა რომ დიდად ვიდეოებს ვერ გადაგიღებთ ხოლმე ეხლა უცებ გამონახე პატარა დრო და მაგის გამო გადაგიღეთ რა უცებ ვიდეოებს ვერ გადაგიღებთ ხოლმე იმიტომ რომ 6 გამოცდა მიწევს რა ჩავაბარო ეროვნულებში მიწევს ქართულის ისტორიის და ინგლისურის გამოცდები ხო სამხედრო აკადემიაში ფიზო ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიურში შემოწმებენ мотивация ყველაფერი რაღაცებს გამიკითხავენ და როგორი პასუხებს გავცემ მაგის მიხედვით შეიძლება დამბრაკონ შეიძლება არა ჯანმრთელობის შემოწმებაზე თერცხელს შემოწმებენ და ჩემ ჯანმრთელობაში შემოწმებენ და პატარა რაღაც მაინც აღმოაჩინონ უფრო რაღაცა მაგაზეც დამბრაკავენ და მე ყველაზე რთული და რომელიც პირველივე გამოცდა არის ფიზო რომელიც უნდა გავაკეთო 28 აჯმანია და 41 პრესი 2 წუთში ასევე 3 კილომეტრი და 200 მეტრი უნდა ვირბინო 17 წუთში და მაგების მომემზადო და ასევე დამირეკეს და დამიბარეს უკვე და დღევანდელი დღეც რო ჩავთვალოთ 9 დღე მაქვს ფიზოს გამოცდამდე და რა იქნება აზიარ ვარ დიდი იმედი მაქვს რომ ჩავაბარებ რა ძალიან დიდი იმედი მართლა ძალიან მინდა რომ ჩავაბარო რა აკადემიაში მარა იქ თუ ჩავაბარე აი მე ვაფშე უკვე სასწავლო წელი დაიწყება დრო საერთოდ აღარ ვექნება ხოლმე თითქმის რა და თქვენთვის მოვიცალო იმიტომ რომ ყოველ შაბათ არა ყოველ ორ შაბათ პარასკევამდე იქ ვიქნები ჯერ მარტო ჯერ სანამ ეგ იქნება ჩავაბარებ 5 კვირა კარანტინში ვიქნები და სადღაც დღეში გაგვიყვანებენ იქიდან რომ იქნებ უარი თქვათ და წავიდეთ რა და ჩავხვჭრან რა არა თუ გაუძლებ რაღაცებს მე უკვე 5 კვირას მე უფრო სლავინაზე გადაყავ ხარ
გადადიხარ მე გადადიხარ იმაზე რა ქვია ორშაბათიდან პარასკევამდე ხარ ხოლმე აკადემიაში და სწავლობ პირველი 3 წელი ძირითადად და მე-4 წელი უკვე სამხედრო ვარჯიშები და ეგ ყველაფერი რა და შაბათ-კვირას გიშვებენ თავისუფლად მაგრამ შაბათ-კვირას გაკვეთილები მომამზადო და რაღაცეები რაც გაზლემენ და თუ არის თავი რაღაცეები ეგრევე პანგურს ამოხსხებენ გამოგაგდებენ აკადემიიდანო დისციპლინა გექნება პირდაპირ პანგურს ამოხსხებენ ერთ ადგილში და გამოგაგდებენ დილით ადგებერდგებით 6-ზე ბაზარია ამოგარტყავენ პანგურს და გამოგიშვებენ დილით ლოგინი არ გაასწორე ბაზარი არ არის ჩამოგაკლებენ ქულებს და ჩამოხვალ 0-ზე 100-დან და ამოგარტყავენ პანგურს და გამოგიშვებენ ეგრეა რა ხდება ახლა აბა აი კამაკურას ეს იღებს და აგერ მივუჩიდოთ წავიდეთ დანარჩენები რავი რაც უნდათ ის გააკეთო ნუ ერთი ქალაქი დარჩა დანარჩეს სოფლები და რა ვიცი აბა ეს ვიდეო აქ უნდა დავამთავროთ და ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ სოფლების დავიპყრო და ეგრე დავამთავროთ თუ ამას ვიდეოს გაეთავირებ რადგან გავაგზავნე ახლა უცებ კაცს მაგასთან ყველაზე დიდი ის ვისავს მე-5 არმია ძალიან ბევრი ხო არა ხარჩენით მე-4-ში უფრო ბევრი არის კაროჩე ყველაზე კაი ვარიანტი არის პირველი ათაკ პირველი ეგარი აით მეგობრებო ეხლა წამო ჩვენ კამაკურასკენ გადავიწიოთ იმ ლაივ ბრძოლა გავმართოთ და დაგემშვიდობებით აქედან და თუ მეტყვით რომ სოფლებიც აიღეო ბაზარი არ არის ავიღებ და 20 ეპიზოდში მოვშებით თუ არ გინდა სოფლებიც ავიღო და პირდაპირ გამოაცხადო თავი დიქტატორად და თელი სოფლიოს მმართველად ბოდიში თელი სოფლიო არა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა არ არის აქ ამიტომაც ევროპა აზია აფრიკა ავსტრალიის მმართველად მითხარით გამოაცხადებთ თავს ეგრევე უპრობლემოდ კაცო კი არ შემთხვევა რაღაცა მეთქი ევროპის აზიის აფრიკის ავსტრალიის მმართველი ვარ მეთქი ვიტყვი კი არ შემთხვევა არა რა სიძახით რა სირცხვილი რის სირცხვილი კაცო ამხელა მაკედონელი თუ საბერძნეთიდან ინდოეთში გადავიდა და იძახდა რომ თელ მონოპოლიას დააყარებდა და ერთ დროშის ქვეშ ერთი ენის ქვეშ და ანუ ერთი მასში გაერთიანდა ყველა მთელ სამყაროს რა სხვადასხვა შედეგი იყო პირველი ეგეთი იმ დამავიწყდა რა სიძახიან ხოლმე ეგეთი მას რა ეს რა ქალაქია აქ სეტლმენტი ხო ანუ კამაკურა აქეთკენ არის პირველი იყო ვინც გადაწყვიტა რომ ერთი დროშის რელიგიის კულტურის და ენის ქვეშ გაერთიანებინა თელი სოფლიო მარა ახალგაზრდა გარდაიცვალა ეგ საწყალი ეგ მარა ერთ-ერთი დიდებული გენერალი იყო თავარსარდალი დაიშალა მე მისი იმპერია მისმა მთავრებმა დაინაწილეს მაგრამ მიადგა მაგის იმასაც მაკედონიის იმპერიის ნარჩენებს რომი ეგრე ადატოვებდა რომის რომია
ყველაფერი ვარ დაიპყროს. რა დამიწყათ უნდა თითი? ნახე 10 მილიონზე ავსვათ ფულზე რა. რაცა გვიჭისო ფული არისო, რა თქვა მიეგრე ვართ ეხლა ჩვენცა რა. რაც არ გვიჭის ფულია. რაც გვიჭის მიწა. ეგეც არ გვიჭის სიმართლე გითხრით, მაგრამ მაინც ხო იცი ახლა რაც უფრო მეტი გაქვს მით უკეთესიაო. რავი მიზნებში ყველა ეგრე მილტო და მიწებით ხონდათ გადავსებული და მაინც ხების მიწებზე პატრონებოდნენ. სხვადასხვა პირველი სოფლიო ომი მაგის გამო დაიწყო. მეორე სოფლიო ომი უფრო შურისძიების გამო დაიწყო. გერმანელებს შურისძიება უნდა რაც პირველ სოფლიო ომში სირცხველი და ეგეთი გაჭრებას ჩააგდეს. არ პირველ სოფლიო ომი დაიწყო ტერიტორიების გამო. დრო უნდათ უფრო მეტ ტერიტორია მიიღოთ რაც ჰქონდათ. და ძირითადად ყველა ომი მაგის გამო იწყებოდა. მის დღეებში ეგრე იყო და ეგრე არის ეხლაც. მით უმეტეს საქართველოს მაგალითზე ყველა საქართველოს რო უნდა და იმიტომ რომ ძალიან მოიპოვება აჭარაში მაღაროები გვაქვს და ძალიან ბევრი მეტალი მოიპოვება რაც სხვა ქვეყნებში ქვეყნებში არ არის. წყალი გვაქვს, იმდენი გვაქვს რომ წყლის სხვადასხვა ყველასაცილო ეგ არის რა. რომ წყალი არის საქართველოში უზარმაზარი რაოდენობით და გაგვაქვს სხვა ქვეყნებში. და ამ დროს ქვეყანაში ხალხი იმაზე წუწუნებს რა მეც ეგრე ვარ ხას რომ წყალი არა გვაქვს და მართლაც ეგრე არის. სახლში ახლა წყალი არა მაქვს. თავრობა მოიტანა თავრობამ რა სოჭკი დავაყე მაქამდე ხეობის წყალი იყო ეგ ყავდა ხუმი გამოყვანილი კორპუსში. ხო და ეხლა სოჭკი დავაყენეთ, სოჭკის წყალი დავაყენეთ. ეგეც კი არ მოდის. ფული მაინც ფულს გადავიხდით, ვიძახით. ოღონდ წყალი მოვიდესო. დავაყენეთ სოჭკიანი წყალი და ეგეც არ მოდის. რა გინდა კაცო? მაგრამ ერთ-ერთი სხვადასხვის უზარმაზარი, ერთ-ერთი პირველი ვართ მაგ ხრივ, რომ გვაქვს წყლის უზარმაზარი მარაგი. იყო საქართველოში ძალიან ბევრი ტბებია, ძალიან ბევრი წყლის მარაგია რა. კაი მეგობრებო, ძალიან გამიგრძელდა 40 წუთიანი გამოვიდა ეს ეპიზოდი და კაი 20 წუთი ვლაპარაკობ. რაც 30 წუთი იმდენი ვილაპარაკე, რომ ამ 20 წუთში მაინც ვერ ჩავტიო. კაი, აბაჰო, შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. და შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ იმას, რაც იმ 30 წუთში ვილაპარაკობდი. აი ჩემ საომარ გეგმებზეც ვილაპარაკე იმ 30 წუთში და რავი, შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებ. აბაჰო, შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace, მომავალ შეხვედრამდე.